მოგესალმებით. დღევანდელ გადაცემას წარუძღვებიან მარიამ დორომელიძე და ლიზი გაზდელიანი, ხოლო აზოტის როლში იქნება ნინი ასლამაზიშვილი. გამარჯობა ქიმიის გულმანებო. გვანოსმენთ პერიოდულ ექსპრეს გადაცემიდან პერიოდული მატრიდა ელემენტები ახლოდან და დღეს ჩვენ სტუდიაში სტუმრად გვყავს ელემენტი, რომელიც თქვენს ირგვლივაა, მაგრამ ალბათ არასდროს შეგემჩნევიათ. ის არის 78% შეადგენს, თუმცა ყველა მაინც მის მეზობელზე ჟანგბადზე ლაპარაკობს. მოგესალმებით მიშვიდე ნომერო აზოტო. გაუმარჯოს. ხო, ვიცი, ჟანგბადი ისევ ყურადღების ცენტრში არა? არა უშავს, მე პიარზე მეტად სტაბილურობა მიყვარს. კი, მაგრამ ჰაერი ხომ ძირითადად ჟანგბადია. არასწორი პასუხია, მაგრამ არ ინერვიულო. ბევრს ეშლება, მიაქვს შეცდომებით დასაბალანსებადაც. ანუ მე ახლა აზოტს უნთხავ? კი, და ჯერაც ცოცხალი ხარ. შვიდად, ღრმადის უნთქე. მაშინ ხომ უნდა გწყინეთ ხალხი როცა ამბობს ჰაერს ჩავის უნთქაო და მხოლოდ ჟანგბადს გულისხმობს. არა, თქვენი თითქმის 4-ჯერ მეტი ხართ. იცით რა არის? მე რომ არ ვიყო ჟანგბადი აქ ყველაფერს გადაწყვეტდა. ის ძალიან აქტიურია, მე კი მას ვაბალანსებ. ვაზავებ, მე ვარ ის მშვიდი მეგობარი, რომელიც წვეულებაზე ზედმეტად აზარტულ ძმაკას აწყნარებს. ჰაერში ჩემი მთავარი ფუნქციაა ვიყო ბევრი და ვიყო მშვიდი. თქვენი ქიმიური ფორმაა N2. ამბობენ რომ თქვენ ატომებს შორის ისეთი მყარი კავშირია, რომ მათი დაშორება თითქმის შეუძლებელია. მართალია? დიახ, ჩვენ სამაგიბმა გვაქვს. ეს გავს სამართლის ჩამოსვლას, რომელსაც ვერაფერი გაწყვეტს. ამიტომაც ვარ ასეთი ინერტული. არ მიყვარს ყველასთან ურთიერთობაში შესვლა. როგორც ჟანგბადს, მე ჩემი პრინციპები მაქვს. თქვენ სახელს ხშირად ხედავთ ჩიფსების პაკეტებზე. რას აკეთებთ იქ? ეს ჩემი საყვარელი სამუშაოა. ხალხს გონია რომ პაკეტში ჰაერია, სინამდვილეში კი მე ვარ. ჩიფსებს ჟანგბადისგან ვიცავ, რომ არ დაწვილდეს და არ დარბილდეს. ასევე რომ როცა ხრაშუნა ჩიფს ჭამთ, მადლობა მე მითხარით. მე ვინახავ მათ სიხალისეს. და რა ხდება, როცა ძალიან ცივი ხართ? დღევადი აზოტი ხომ ნამდვილი შოუა. დიახ, მაგრამ მხოლოდ პროფესიონალების ხელში. -195 გრადუსი ცელსიუსზე მე ხვდები დღევადი. შემიძლია ვარდ წამში გავყინო და მინასავით დავამსხვრიო. ექიმები ჩემით მეტწილებს აშინებენ. კულინარიაში კი საუკეთესო ნაყინს ვამზადებ. მე ვარ ყველაზე cool ელემენტი. ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით. მიუხედავად თქვენი სიმშვიდისა, თქვენ გარეშე სიცოცხლე მაინც არ იარსებებდა, არა? რა თქმა უნდა, მე ვარ ცილების და დნმ-ის შემადგენლობაში. მცენარეებს ძალიან მჭირდათ ის ზრდისთვის, თუმცა აერიდან ჩემი ათვისება მათ არ შეუძლიათ. ამიტომ ბაქტერიებს და სასუქებს იყენებენ. მე ვარ მწვანე სამყაროს საიდუმლო ინგრედიენტი. რას გვირჩევდით ჩვენ? ჩემი რჩევა იყავით სტაბილურები, მოეცდებით ყველასთან კონფლიქტში შესვლას. ხანდახანჯობია უბრალოდ იყოთ, შექმნათ სიმშვიდის ატმოსფერო და დაიცვათ სხვები გადაწვისგან. და კიდევ, რო გაბრაზდებით თასა ჩიფსის პაკეტს გახსნით და იქ ბევრი აზოტი დაგხვდებათ. გახსოვდეთ, მე იქ თქვენს ხრაშუნის სიამოვნებას ვიცავ. მადლობა აზოტო. ეს იყო ატმოსფეროს უხილავი მცველი. მომავალ შეხვედრამდე.